ყოველდღიურად, აბსოლუტურად ყოველდღიურად საქართველოში პოლიტპატიმრების რაოდენობა იზრდება. ყოველდღიურად ამ ქვეყანაში ადამიანები ციხეში მიდიან, იმიტომ რომ განსხვავებულად ფიქრობენ, იმიტომ რომ აქვთ გამბედაობა, დაუპირისპირდნენ რეჟიმს და არ ეგუებიან იმ ხელოვნურად შექმნილ ტყუილ ნარატივებს, რომელსაც ქართული ოცნება იგონებს. ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი მთელი ქართული საზოგადოების და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეს, იმიტომ რომ ის არის მოქმედი პოლიტიკური ლიდერი, ეს არის კლასიკური შემთხვევა პოლიტიკური ანგარიშსწორების და პოლიტიკური პატიმრობის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ის არის მოქმედი პოლიტიკური ლიდერი, მოქმედი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი და აგერ გუშინდელ დღემდე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. რომ არა მისი პრინციპული დამოკიდებულება, ის დღეს იქნებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი. ანუ ჩვენ პირველად საქართველოს ისტორიაში, ვილოცავ ქართულ ოცნებას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მივიღეთ მოქმედი პოლიტიკოსი საქართველოს ციხეში. ესეთი რამ საქართველოში ჯერჯერობით არ მომხდარა. ის რომ არ წასულიყო პარლამენტიდან, ჩვენ გვეყოლებოდა პარლამენტის წევრი ციხეში, იმიტომ რომ არ დაემორჩილა რეჟიმს და იმიტომ რომ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოეგონებინა დანაშაულის სცენარი, შემდეგ ამ თავის მიერ მოგონებული დანაშაულის სცენარის მიხედვით შეარჩია მოთამაშეები, აქტორები და იწყებს მათ სათითაოდ დაპატიმრებას. რატომ არის ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევა კიდევ სპეციფიურად განსხვავებული? კომისიის მანდატის ფარგლებში განსაზღვრულია, რომ მან უნდა გამოიძიოს ნაციონალური მოძრაობის დროს მომხდარი დანაშაულება. ზურაბ ჯაფარიძე არც ერთი დღე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ ყოფილა არათუ რაიმე თანამდებობის პირი. ის არ ყოფილა ნაციონალური პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრიც კი. ის ბოლო წუთამდე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო არასამთავრობო სექტორში. ასეთ ადამიანს იბარებენ დანაშაულებზე, რომელიც მოხდა ვიღაცის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ის არ მიდის კომისიაზე, ამის გამო შემდეგ იწყებენ მის სისხლის სამართლებრივ დევნას და აგერ დღეს ის უკვე ციხეშია. თუ ვინმე საქართველოში სრულჭყვაზე მყოფი მეტყვის, რომ არსებობს რაიმე კავშირი ნაციონალური მოძრაობის დროს მომხდარ დანაშაულებზე ზურაბ ჯაფარიძის როგორც ან მონაწილის, ან მოწმის, ან რაიმე სხვა სტატუსით დაბარების გამოკითხვის შესახებ, მაშინ ასეთივე წარმატებით თითოეულ თქვენგანი, ვინც ახლა აქ სხედხართ, დედაჩემი, ჩვენი ოჯახის ნებისმიერი მოქალაქე ამ ქვეყანაში შეუძლია დაიბაროს თეატროლოგიანმა, პასუხად თუ მიიღებს, რომ მე რაშუაში ვარ, არ მოვდივარ, ჩასვას ციხეში. აი ამ მასშტაბის უსამართლობასთან გვაქვს საქმე, გარდა იმისა, რომ ტიპიურ კლასიკურ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ვუყურებთ. ამიტომ არის ეს რეჟიმი სახიფათო, ამიტომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ ამ პატიმრობის შემდეგ ყველამ ძალიან კარგად გავაცნობიეროთ, რომ იმდენად არარსებული შემადგენლობიდან გაჩნდა პატიმარი, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოკიდოს რეჟიმმა ხელი, ჩასვას ციხეში და თავი ამართლებინოს შემდეგ, რომ რა ვიცი, არ გაყავდა გვირაბი ბომბეიდან ლონდონამდე. სულ ეს არის მთელი ამ პროცესის ანა და ბანა და ეს არის ყველაზე სამწუხარო მთელ ამ ვითარებაში, რომელშიც ვართ. მე გუშინ ვთქვი და დღესაც გავიმეორებ, თუ კი ოდესმე ვინმე წლების შემდეგ იკითხავს, როდის დადგა საქართველოში დიქტატურა, თამამად შეგიძლია თუ პასუხოთ, რომ ის დადგა 2025 წლის 22 მაისს, იმიტომ რომ ზურაბ ჯაფარიძის საქმის მაგვარი პატიმრობები მხოლოდ და მხოლოდ დიქტატურებში ხდება. სხვა არანაირი მმართველობის პირობებში ასეთი პატიმრები ქვეყნებში არ არსებობს.